მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სულით ფილოსოფოსი და გონებით არამხოლოდ კრიტიკულად, ანალიტურად, შემოქმედებითად ახლა რომ კრეატიულს უხმობთ. მოაზროვნე, ერთი სიტყვით საინტერესოდ მოაზროვნე, პროფესიონალი რედაქტორ, სტილისტი, მოყვარული, მეღვინე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისაც შეუძლია შადრევანში სადღესასწაულოდ მორთულმა გატაცებით ლამაზად იცეკოს და ასე შეეგებოს საკუთარ დაბადების დღეს. ერთი შეხედვით უსახური კორპუსის მე-13 სართულზე სურნელოვანი ღვინო დაწუროს და ნამდვილი რთველის ხიბლი აღსნობინოს სამეზობლოს. ერთი სიტყვით, დღეს სისხლითა და ხორცით ჟურნალისტი, მოწოდებით ჟურნალისტი, ვისთვის ბნელი და ვისთვის რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევების 90-იანი წლების ჩემს საამაყო და უსაყვარლეს სტუდენტს, ეკა ჯიმშელაძეს მასპინძლობთ. მადლობა ეკა სტუმრობისა და ძალიან საინტერესო. თბილი და გულიანი, სიკეთით სავსე, სიმართლით გაჯერებული საუბრის პერსპექტივისთვის. ეს თქვენ დიდი მადლობა ქალბატონო დიანა, თქვენ ძალიან საინტერესო გადაცემაში მოწვევისთვის. ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია. მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენი ათწლეულია ხო ჩვენ ეს ერთმანეთი არ გვინახავს, ერთმანეთს შორიდან სიყვარულებოდით და როგორც იქნა დადგა ეს დღე და ვინ წარმოიდგენდა, რომ ის საჯარო გამოგვივიდოდა ეს შეხვედრა. სხვათა შორის ამდენწლიანი შესვენების მერე ალბათ საჭირო იყო სწორედ ნამდვილად და რაღაცა საზეიმო ურთიერთობა გამოგვივიდა კიდევაც ასე. ნახოთ რა გამოვიდა და მინდა რომ სტუდენტური წლები დავიწყოთ. ბნელი ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში, ბნელი 90-იანების ბრჭყალებში რატო ჩავსვიცით ეკა? ვინც მოვიდა 90-იანელი, ჩემი ყოფილი სტუდენტი და შენ კარგად იცი რომ ძალიან საინტერესო თაობა წამოვიდა. იმ პერიოდში ყველამ გავაპროტესტა, არ ყოფილა ჩემთვის ბნელია, ძალიან საინტერესო და თბილი და ასე შემდეგ. ძალიან სიამოვნებს გითხრა სიმართლე, იმიტომ რომ მართლა ვცდილობდით, რომ ამ ძიმე პერიოდი ნაკლებად ტრაგიკული ყოფილიყო ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მეტყობა ნაწილობრივ მაინც გამოვიდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ აი შენც ყველაფრის მიუხედავად ოპერის სურნელით ვტკბებოდით, მახსოვს ჩვენი დიალოგები, ორივე მელომანები ვიყავით და ჩვენი გარშემო სამეგობრო და გვახსოვს იყო საოცარი სპექტაკლები გახსოვთ და არა მარტო დურდა ცხოვრება იმ სიბნელეში, იმ უკუნში, იმ უარაფრობაში, ეტყობა მარტო შუქი და საკვები და ეტყობა კომპენსაციაც იყო ამის და ვინაზღაურებდით კომპენსაცია და თან მინდა რომ ის პერიოდი გავიხსენოთ. კი ბატონო, მართლაც მე რომ სტუდენტი გავხდი, მაშინ ჩამოიქცა ყველაფერი, ქვეყანაში ყველაფერი მოიშალა და ეს იყო უშუქობის, უწყლობის, ტრანსპორტობის, ესეთი სიღარიბის და სიღატაკის წლები შეიძლება ითქვას, ასეთი ხანა იყო და ჩვენ ახლა სწავლის პირობები გქონდა მართლა ძალიან რთული იმ კუთხით რომ აი ზაფხულში ცოტა არ აგვიჭირდა, მაგრამ ზამთარში იყო საშინელება, ამიტომ აუდიტორიები ისეთი გაყინული იყო, პალტოებში ვისხედით, შარფებ მოხვეული ხელთათმანი, კი ბატონო, მოხუცულები, რა საკვირველია, როგორი არაკომფორტულია, ხო? და მით უმეტეს რომ საუბრობდით, პირიდან ორთქლი გამოგვდიოდა, ესეც კარგად მახსოვს და უტრანსპორტობაც როგორ მოქმედებდა, ხა მე ძალიან კარგად მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გლანის მე-7 მიკრორაიონში გავსულვარ ფეხით რამდენჯერ, სხვა გზა კილომეტრებს ვეცავდით მახსოვს და მე რაღაც ამასაც თავისი ხიბლი გაუჩნდა ხოლმე. კი ბატონო, რა საკვირველია, ჩვენ გზაში ვხალისობდით 1300. კი ბატონო, ახლა ძალიან თბილად ვიხსენებთ, მინდა გიგდათ. და აი მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ჩვენ ძალიან მონდომებულები ვიყავით, ისევ სწავლობდით საჯარო
ბიბლიოთეკის ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით და ვათენებდით, ვაღამებდით. იქაც უმძიმესი პირობები იყო, მაგრამ ამის მიუხედავად. დიახ. არც ისწრებოდა. ნამდვილად და აი თან ვესწრებოდით ამ დროს სპექტაკლებს, გამოფენებს ვესწრებოდით და ის ოპერის სურნელი თქვენ რომ ძანეთ. სხვათა შორის კახეთის როპტიკის ხალი დაიდგა იმ პერიოდში. გასაკვირველია, კი ბატონო, დიახ. და რაუმელი ერთი კი ბატონო. ეს ოპერის სურნელი სხვათა შორის ბავშვობიდანვე დავიჭირე, იცით, ჩვენ რამდენიმე მეგობარს ჰქონდა ოპერის აბონემენტი აღებული და კვირაობით ვესწრებოდით წარმოდგენებს. დიახ და ძალიან კარგი იყო სხვათა შორის. გასაკვირველია და პირველივე როგორც კი შევაბიჯი ამ საოცარ შენობაში, ეს სურნელი მაშინვე დავიჭირე. თან არაფერს არ გავდა. და ოპერის სურნელი. დიახ. საერთოდ სურნელებთან და არომატებთან აქვს და განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ როგორ ამაზე შემიძლია საათობით ვისაუბრო თუ ვინმე შეიძლება ამაზე თუ ვინმე გამიძლო საათობით ვისაუბრო. ძალიან მომწონს სანდალოზი, ვანი. კი ბატონო. და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ეს წარმოდგენები აი ამ ლამაზი სურნელის ფონზე მიმდინარეობდა და სულ მეძახდა მე. და ერთხელაც თქვენ რომ ჩანახატის დაწერა დაგვავალეთ, იქ წერისას ვახსენე ეს სურნელი და როგორც აღმოჩნდა თქვენს ქალიშვილს მაიკოს თურმე ასევე ყვარებია და აი მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ შორის მაშინ გაიგო ის რაღაცა უხილავი ძაფები, რომლებიც დღემდე გრძელდება და ასე გაღრმავდა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. როცა საერთო ფასეულობებია. კი ბატონო. სულით ნათესაობა მე მგონი ყველაფერზე ძვირფასი და კი ბატონო. და რა მინდა ეგონა კიდე გაიხსენო იმ პერიოდიდან უკვე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ურთულეს წლებში მოგიხდა კარიერული ზესვა ჯერ კიდევ სტუდენტს. ისევე როგორც თქვენი თაობის ბევრ სხვა წარმომადგენელს. ჟურნალიზმის ნამდვილი ბუმიც იყო იმ წლებში, გახსოვთ, ახლად განთავისუფლებული და ასე შემდეგ. როგორ გაიხსენებ აი პროფესიულად ამ პერიოდს, როცა შენ საკმაოდ საღამოზე სწავლობდი, ამდენად ჰქონდა უფრო მეტი საშუალება, ვიდრე დაუშვათ დღის სტუდენტს, თუმცა არც ისინი იკლებდნენ ამ სიამოვნებას მუშაობის შეთავსებისა და მახსოვს, რომ საკმაოდ სერიოზული მიღწევები და შედეგები და ასეთი სტატუსები ჰქონდა მაშინ. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი პრაქტიკა იყო, იცით, მართალია ჩვენ გამოდის რომ რადგან უკვე მუშაობდით, ბევრ ამას გზადაგზავს სწავლობდით, იცით, ამასაც თავისი ხიბლი ჰქონდა, ну შეცდომებზე რა საკვირველია, ბევრი მოსაგონარი გვაქვს, ბევრი ესეთი, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი პრაქტიკა. ახლა როგორც ჟურნალისტმა, უკაცრავად მით უმეტეს რომ ის ტრადიციული პრაქტიკა უკვე უნივერსიტეტში დიდად ვეღარ უტარებ, ჩვენ ყოველ სემესტრში გქონდა მე ჩემი სტუდენტობის დროს ეს იყო ორგანიზებული ყველა დონის და ყველა რანგის აი ცენტრალური მაშინ ახლა საბჭოთა კავშირი იყო და Pravda izvestja ხაის დიდი გაზეთი იქედან დაწყებული რაიონულ გაზეთებშიც კი გავდიოდით სხვადასხვა დონის და სხვადასხვა პროფილის გაზეთებში პრაქტიკას. ეს მოიშალა იმდენად რამდენადაც ვეღარ ვხვდით და უნივერსიტეტი ხელფასებს ვეღარ გვიხდიდა და რაღაცა ენთუზიაზმი ჩვენი კურსდამთავრებულები კი ბატონო, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ის ასეთი ძლიერი სისტემა, რომელიც სერიოზულად გაატარებდა მომავალ ჟურნალის პრაქტიკას და რაღაც ენთუზიაზმზე იყო დაფუძნებული. ამიტომ აი ეს პრაქტიკა, როცა მუშაობს უკვე სტუდენტი და სრულფასოვანი თანამშრომელია, ჟურნალისტური კოლეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ შენგან მინდა ეს. კი ბატონო, დიახ, მართლა ძალიან საინტერესო იყო, რასაკვირველია ჩვენ გზადაგზავს სწავლობდით ამ ყველაფერს, როგორც მოგახსენეთ. ჩემი პირველი სამუშაო ადგილი როგორც ჟურნალისტისა იყო გაზეთი კომუნისტი, კულტურის განყოფილება. დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკა. კი ბატონო, ისე სხვათა შორის მე მომიწია სამი სახელწოდების პერიოდში მუშაობა, რომ მივედი კომუნისტი ერქვა, მე რაღაც პატარა პერიოდით დაარქვეს ახალი საქართველო და შემდეგ გადაერქვა და დღემდე საქართველოს რესპუბლიკა. სამივე პერიოდში მომიწია იქ მუშაობა. მინდია უგრეხელიძე პერიოდში დაერქვა. კი ბატონო, დიახ. კი ბატონო, და რომ მივედი გავხდნენ ლერიკი კინაძე იყო თუ არცები ლიტერატურის განყოფილება და იქ იყო ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა ჯაფარიძე იყო უფრო ადრე. მერე ნანა ღვინეფაძე, რუსიკო მუხიგულაშვილი, გიორგი ლალიაშვილი, აი ეს პერიოდი იყო ჩემი. ნამდვილად, კი ბატონო.
ხო და აი ეს გზადაგზა სწავლის მომენტი ჩემი პირველი რესპონდენტი იყო ამირან შალიკაშვილი, ბატონი ამირან შალიკაშვილი და პირველი ხომ იცით მაინც ყველაფერი როგორც განსაკუთრებულად ამახსოვრდება ადამიანს და მომიწია მასთან მერაბ ბერძენიშვილი იყო ჩემი პირველი რესპონდენტი. მესმის თქვენი ძალიან საამაყოა. მაგის ხიბლითაც ვარ. მესმის ძალიან კარგად დიახ. და მოხდა ისე რომ თან მე რატომღაც იქით ახლა თან ხო გზადაგზას ვსწავლობდი და მე წარმომედგინა რომ სანამ მივიდოდი რესპონდენტთან მე მექნებოდა უამრავი დრო გავეცნობოდი მის შემოქმედებას რომ მე რაღაც მასე მორგებული კითხვები გამჩენოდა მაგრამ თურმე ჟურნალისტიკაში სად არის ამის დრო კი ბატონო სად არის და ყველაფერში უნდა იყო მეტნაკლებად ჩახედული თან ახლა რაშია საქმე მე უნდა მომემზადებინა მასალა კონკრეტულ მოახლოებულ პრემიერაზე და ისე მოხდა ბატონმა ამირანმა ისე საინტერესოდ და ვცლად გატაცებით ისაუბრა დიახ თავად თეატრზე მის პრობლემებზე პანტომიმის ჟანრის სპეციფიკასა და თავისებურებებზე და იმდენად მომეწონა ეს მასალა ვერც გავაწყვეტინე და გავაშაშალე რამდენიმე გვერდიანი ინტერვიუ. მივიტანე დიდი სიამაყით რედაქციაში კი მომიწონეს, მაგრამ რა ადგილიც იყო განსაზღვრული ამ პრემიერისთვის გაზეთში იმაზე მეც უბრალოდ ვერ დაუთმობდნენ და დეპეშას დაამსგავს ეს მოკლედ, მაგრამ კი გული დამწყდა, მაგრამ ამაზე ვსწავლობდით, ამ ყველაფერზე ვსწავლობდით. კი ბატონო და ჩვენ როგორ გვანუგეშებდნენ მაგ შემთხვევაში კრებულებში სლავ ჩადეთ და ეს კრებული როდის კი ბატონო მაგრამ შალიკაშვილი არაჩვეულებრივი და ძალიან მეამაყება და გამიმართლა რომ ასეთი რესპონდენტი მყავდა თან უთხარი კიდევაც რომ თქვენ პირველი ბრძანდებით მეთქი და ძალიან გაუხარდა თვითონაც მივხვდა რომ დასამახსოვრებელიც იყო და დიდი ხელოვანი კი ბატონო ხოთაშორის მისი მოწაფეა დღეს ვაშინგტონში მოღვაწე პაატა პანტომიმის თეატრი ხომ არის ქართული დიახ პაატა მერტო გამახსენე პაატა რეჟისორი დიახ კახი კავსაძის ვაჟი სადაც მუშაობს პანტომიმის თეატრში ვაშინგტონში ძალიან წარმატებული დასია პაატა ციკორიშვილი ახლა დიახ კი ბატონო არაჩვეულებრივი დასი და არის შალიკაშვილის აღზრდილი ასე რომ კი ბატონო აი სადაა ფესვები ხედავ მე საერთოდ ახლა მაინც პრესის ჟურნალისტი ვარ, ბოლო პერიოდში ონლაინ გამოცემებში ვმუშაობდი, მაგრამ მქონდა მაინც ერთი პერიოდი რადიოსთან შეხების და ვისაც რადიოში ერთი დღე მაინც მუშავია, რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რაღაცით წამლავს და რაღაც ამისგან განკურნება მე მგონი აი და ნახრეტებიან კედელს რადიო სტუდიის რაღაც ჯადო აქვს ერთი სიტყვით და მქონდა ბედნიერება თანარჩვეულებრივი კოლექტივი რა საკვირველია ის გარემო ჩემთვის კი იყო ცოტა მშობლიური მე იქ გავიზარდე ტელევიზიის ბავშვებს გვეძახდნენ ვისი მშობელიც იქ მუშაობდა დეიდა მუშაობდა იქ ჩემი და ძალიან მშობლიური იყო ის გარემო მაგრამ ამ შემთხვევაში მე უნდა მემუშავა იმ პროფესიონალების გვერდით ვისაც მანამდე რადიო მიღებთან უსმენდი და მაია გურიტაშვილთან რომ მოვხდი ბიზნეს კლუბში ეს ჩემთვის ისეთი სასწაული იყო იმიტომ რომ მაია გარდა იმისა რომ პროფესიონალია დიახ და არაჩვეულებრივი პიროვნება მზრუნველი არც ვიცი რა ყურადღებია დღემდე მეგობრო კი ბატონო და აი ასე გამიმართლა რადიოში მუშაობისას კი ბატონო აი ასეთი ასეთი ორი პროფილი გაზეთი და რადიო საკმაოდ მრავალფეროვანი და სპეციფიკური კულტურა და ბიზნესი აი ეს ორი სფერო იყო რითიც დავიწყე საკმაოდ განსხვავებულია კი ბატონო მაგრამ აი მე უკვე საინფორმაციო სააგენტოში მუშაობისას იქ უკვე ყველაფერს აკეთებ რა ხომ იცით მედიანიუსში მე საინფორმაციო სააგენტო კი ერთ-ერთი გამორჩეული არაჩვეულებრივი კოლექტივიც არაჩვეულებრივი იყო ხელმძღვანელობაც და ძალიან მაგლიერი ბევრი რამის ბატონი გელაებანოვიძის გია ექიტიაშვილის იმიტომ რომ მე მაშინ პატარა ბავშვით ვიყავი და იმდენად მაქსიმალურად ხელს მიწყობდნენ მაქსიმალურად რომ კი ბატონო ჩემო კარგო სწავლის დასრულებისთანავე უცხოეთში მოგიხდა წასვლა რატომ და როგორ მოხდა ეს ეს იცით რა პერიოდი იყო ბატონო დიანა ანუ რომ დამამთავრებელ კურსებზე სწავლისას რადიოში მუშაობის პერიოდი იყო მივლინებით მომიწია წასვლა მე ჩემ მომავალი მეუღლე გავიცანი მე ოჯახი შევქმენი დიახ ოჯახი შევქმენი და აი ასეთნაირად დავჭი კი ბატონო დიახ მე ჩემი პროფესიით იქ არ მიმუშავე ასე მართლა გითხრათ თუმცა ამის ძალიან კარგი შანსი მომეცა გახსოვთ ალბათ გადაცემა თბილისი მოსკოვი თბილისი ახლა მე
ჭეკვილიშვილის 4 საათობით გადიოდა დიახ არაჩვეულებრივი გადაცემა იყო და იქ უნდა მემუშავა კორესპონდენტად. მაგრამ მოხდა ისე რომ გადავხედე ძალიან ძვირფასი შანსი იყო, მაგრამ რომ გადავხედე იცით გრაფიკს მთელი დღე უნდა ყოფილიყავი გადაღებებზე დაკავებული, შემდეგ ოსტანტინოში მონტაჟი ძალიან გვიან უნდა დამთავრებულიყო და პრინციპში სახლში უნდა შევსულიყავით ასაძინებლად და ჩემმა მეუღლემ კი მითხრა შენ თუ ეს გაგახარებს და გაგაბედნიერებს ჩემი მხრიდან პრობლემა არ გექნებაო, მაგრამ აი ძალიან დიდი ცვლილება იყო კონგრესის ჩემი, მაგრამ მივხვდი რომ ამას ჩემი ოჯახური კუდრობა და პედიერება შეეწირებოდა და ვერ გადავწყვიტე, იცით, მაგრამ აი მარტო ის კი არ იყო რომ ხელი ვკარი ჩემ პროფესიას. ჭეშმარიტად ნამდვილი ქალბატონი. კი, მაგრამ თან ის რაღაცა ვერ ვაკადრე, იცით, ჟურნალისტიკას ვერ ვაკადრე, იმიტომ რომ ამ ორ ფრონტზე ბრძოლა ორივეგან კარგად უბრალოდ ვერ გამომივიდოდა ფიზიკურად და აი ზედაპირულობა ვერ ვაკადრე, ვერც ოჯახს და ვერც ჟურნალისტიკას, ამიტომ მედია მაპატიებს. ასე, მაგრამ ისეთ რომ თლად ტყუილად არ დამიკარგავს უქმად, იმიტომ რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვკითხულობდი და გავიხსენე ბავშვობის დროინდელი გატაცება ექიმი მინდოდა გამოსულიყავი, ძალიან გულით მინდოდა და შევისწავლე ანატომია, სამკურნალო მცენარეები და ეს თვითგანათლებით. კი, მე თვითონ ისე ვკითხულობდი წიგნებს, ჩემი ვკითხულობდი არომათერაპია, შევისწავლე ფსიქოლოგია და მე ისე კარგად გამომადგა ეს ყველაფერი მომავალში, ასე რომ არ დრო ტყუილად არ დამიკარგავს. თანაც მაშინ იყო ახალი ხილი, ქსეროქსი, ფაქსი, სკანერი, პრინტერი, ესაოფისე ტექნიკა, კომპიუტერი და თავარია. ეს იცით რომელი დროა პენსიუმორის რეკლამა რომ ტრიალებს ტელევიზორში და დიდი საოცრება რომ გონია, ეს ის პერიოდია და ძალიან გამომადგა ეს ყველაფერი სამომავლოდ. ასე რომ თლად ტყუილად არ დამიკარგავს. აი მოსკოვური პერიოდიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ნაწილობრივ კი ილაპარაკე, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად აი ისეთი წელი რითი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ერთი ემოციურ შთაბეჭდილებას გეტყვით. პირველს ერთი იყო ასეთი რამ, აი წარმოიდგინეთ აქედან წავედი სიბნერიდან სულ ჩაბნელებული აეროპორტშიც კი გაითიშა შუქი, მე რომ მივფრინავდი თქვენ წარმოიდგინეთ და ამ დროს აღმოჩნდი ქალაქში, სადაც არა მხოლოდ ქალაქის ცენტრში, აი გარეუბანშიც კი კორპუსებს შენობებს ჰქონდა გარშემორტყმული გირლანდები, გაჩახჩახებული ნათურებისგან შემდგარი გირლანდები ჰქონდა გარშემორტყმული და იცით უფრო სილამაზედ კი ვერ აღვიქვი, რაღაცა მონუსხული ვუყურებდი და ჩემ დაუნებურად ვითვლიდი ამ ნათურებს, რამდენ სახლს გაანათებდა თბილისში ეს ერთი გირლანდა. აი რაღაც სხვა კუთხით ვუყურებდი ქაურობას. რა მინდა კითხო, დაძაბული სიტუაცია არ იყო, უკვე პრინციპში აფხაზეთის იყო ხო ჩავლილი. ისე არ იყო რა თქმა უნდა, როგორც მე შემდგომში, მაგრამ იცით მაინც არა, მაინც იქ არ იგრძნობოდა დიდად და აი ერთი რითიც იყო ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ჩემი ყოფნა, იცით იმ პერიოდში მე ძალიან ბევრი ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, მე რუსებს არ გულისხმობ, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იქ საცხოვრებლად და სამუშაოდ. ზოგადად დიახ და აი შემიძლია ვთქვა რომ მაგათი ცნობილი გამოთქმა პანა იეხალი არც სიამოვნებდა დიდად მაგათოს ხვები დიდად კი ბატონო, კი ბატონო. არასოდეს უყვარდა. ერთი ეგა როცა მათი ენა კარგად იცოდი, რაღაცა სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ველი ტორუსული ყოველთვის ჰქონდა. თუმცა ქართველებთან არ გასდიოდათ ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კი ბატონო, და მე ვფიქრობ, რომ მაინც სადაც არ უნდა წავიდეთ, ეხლა მტრიზდურგში ვიქნებით, თუ მოყარესთან, მაინც ჩვენი ქვეყნის სახეები ვარ და ჩვენი ქვეყნის ელჩები და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ ვისანაც მქონდა კონტაქტი, იმდენად კარგად გავაცანი ჩვენი ქვეყანა და ისე შევაყვარე საქართველო, რომ აი დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არც აუქსიტყვის არასოდეს ჩვენ ქვეყანაზე და არც მახვილს არ ადამიანებს და ხალხს არც არასოდეს უნდა და ძალიანაც უყვარდა საქართველო. მე ერთ ამბავს გეტყვი 2008-ში შვილთან წავედი ვაშინგტონში და მისი ამსტერდამით მოკლედ მოგიყვები. ეს ამაზე კიდეც დავწერე და გამოქვეყნდა. ამსტერდამში რო გადავჭიქი უკვე ვაშინგტონისკენ გვერდით ქალბატონი მოვიდა, მივესალმეთ ერთმანეთს და საიდან ბრძანდებითო ამსტერდამიდან და არა მეთქი, ინგლისურად საუბრობთ ახლა თბილისიდან საქართველოსთან თან ფიქრობ, ახლა ძალიან არ იცის ამ გადამთვლმა. იკივა ქალმა, ის მოსკოვია, ის გადამეხვია ღვიძლდასავი.
მოსკოვიდან ვარ, მოსკოვიდან თელი გზა საერთო MGU-ს პროფესორი ქმარი, თვითონ იქვე პედაგოგი, საერთო გასაჭირი, საერთო უბედურება, ისევე ტკიო და ის აფხაზეთი რა, მთელი რუსეთი იქ არის სვენებდა, ვის უნდოდა აფხაზით დაქცევა, ნორმალურს, არც რუსს, არც ქართველს. ცრემლებით დავშორდით, ეკა რო იცოდეთ ვაშინგტონში. მასაც ერთადერთი ვაჟიშვილი რა, კაი ცხოვრებისგან არავინ არს არ მიდის, ჩემო კარტო თუ წავა ისწავლის და დაბრუნდება, ხო? ანუ იმათა ძალიან ბევრი საერთო სატკივარი, ძალიან ბევრი საერთო პრობლემა. გავცვალეთ მისამართების სუვენირები, ხურვალე დავპირდით ერთმანეთს, მაგრამ მე რო დავბრუნდი უკვე აგვისტოში საქართველოში 3 დღეში ომი დაიწყო და ეს ქალბატონი აღარც გამხსენებია. იცი როდის გამახსენდა? 3 თვის თავზე მოსკოვში რო გამოვიდნენ ქართული დროშებით. ცოტანი, მაგრამ ღირსეული რუსები და მე ქართველი ვარ, ქონდა წარწერა და აი მაშინ გამახსენდა ნეტა სად არის ეს ქალბატონი. მათ შორის თუ იმედია მათ შორის ჩვენ აღარ შევხვდებით და მე არ მიყო რაღაც რომ მესმის ხო რა ვიცი შეიძლება ჩემი სისუსტეც იყოს მაგრამ სახალხო დიპლომატია თუ გვიშველის ზოგადად აფხაზებთანაც ოსეთთანაც ხა გამახსენდა შენმა ნათქვამა და ის ადამიანური ურთიერთობა რომელიც იყო ჩვენ ხო გვახსოვს შენ ხა პატარა ხარ შედარებით მაგრამ მოესწარი მაინც ამას ხო აგერშოაგულ რუსეთში ამ დროს ჩვეულებრივ ადამიანებს არაფერი გასაყოფი არ აქვთ ეს ვაი პოლიტიკოსების აგორებული ტრაგედიაა რომ ისე რიგით მოქალაქეს და ნორმალურ ადამიანებს და ამიტომ უფრო მაინტერესებდა სწორედ რთულ პერიოდში იყავი შენ იქ და როგორ ჩანს მაინც გასაყოფი არაფერი გვაქვს. აი ხარ ვიცი როგორი პროპაგანდა. ახლა მე ამბობენ მე წამოვიდა ძალიან რთული წლები ეს პუტინის წლები როცა იქ ახალგაზრდული რაღაც მოძრაობა სკინჰედები თუ და საშინელი აგრესია არა მარტო ქართველების ზოგადად არარუსული გარეგნობის ეს ხო ფაშიზმია უკვე ეს სხვა რამ არის ხო სწორია ამას ადამიანურ ურთიერთობებთან არ აქვს კავშირი ამიტომ ასე ხელაღებით მე სულ ყველას ვეუბნები რომ ხახნო ყურადღებით წავიკითხოთ უფრო ახალგაზრდებს ეხლა შეისთავებას ის არ ჭირდებოდა რა ბარწა იკითხებდი და დალიჩიკულაძე ნიშას გაგიხსებდა ხო? ქვათა ღაღადი, სადაც ილია შავი თეთრზე წეს რომ თლიანად ერის ლანძღო არ შეიძლება რომ ჭკვათან ყოფილს არ მოუვა თავში. ერი თუ ის ერია და ბრბოთ არ არის უკვე ქცეული. ხო და აი ეს ამის გათვალისწინებით აი მტერი რუსეთი და საშიკი რა თქმა უნდა ხა რაზეა ლაპარაკი ოკუპანტიც არის და უარესიც არის მაგრამ ხალხი ერი პატივისცემას იმსახურებს ჩემი თუ არა ილიასი დავიჯერეთ ხომ მთლიანად და სხვა გამოსავალიც არ არის არავინ რუსეთს იქიდან არ მოაშორებს ჩვენს გამო და არც არავის გამო ბევრს ურთულებს ის ცხოვრებას მაგრამ როგორღაც თუ რუსეთს არ ეშველა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება თუ იქ ასეთი დაუნდობელი დიქტატურა დარჩა და ისევ იმ ხალხმა უნდა უშველოს თავის თავს და რაღაცნაირად დავაგდება მე ალბათ ვთქვი ამიტომ ურთულეს პერიოდში იყავი იქ და ამდენად მაინტერესებს ეს იგი ადამიანებს შორის არა იცით არ იგრძნობოდა იქ აზერბაიჯანელები და სომხები მეგობრობდნენ ჩვეულებრივად და კი ბატონო რიგით ადამიანებს ეს ბინძური პოლიტიკური თამაშები თუ ის ნორმალური მოაზროვნე ადამიანი არც და ხსნაც აქ მგონია მე მაინც რა ვიცი. კი ბატონო. მე გამიგრძელდა მსჯელობა ასე რომ დედობის სიტკბოდა პასუხისმგებლობა. მით უფრო ჩვენს ურეჟიმო და 24 საათიან პროფესიაში შე რომ დაბრუნდი მოსკოვიდან მე ვიცი რომ ძალიან აქტიურად ჩაერთე სწორედაც აქტიურ პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში და ამ დროს პატარა შვილი და მთელი ეს პრობლემები რაც ამას მერე მოყვება ჟურნალისტი ქალბატონის რომელიც ღირსეული და მოყვარული დედაც ამავდროულად ხომ ისიც ვიცი როგორ უნარიანად მოირგე დედიკო ჟურნალისტის როლი და მოძებნე ოპტიმალური გამოსავალი. აი ამის თაობაზე მინდა მაყურებელს ესაუბრო, თუნდაც იმიტომ რომ არაერთია ფანატიკურად მოყვარული ამ მართლა უდაოდ საინტერესო პროფესიისა
თუ მას ღირსეულად ემსახურები და ნუ დედობა ხო ეს ჩვენი ინსტინქტია, კეთილშობილია, ღმერთმა დაგვიფაროს ამის გარეშე, ხო? აი როგორ ათასებდი ამას, ვიცი რომ საკმაოდ რთული გზა გამოიარე, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში, ასე მგონია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, დათო მივიყვანე ჩემი ვაჟი საბავშვო ბაღში და ჩემი სამსახურის რეჟიმი საერთოდ არ იმთხვეოდა. ბაღის გრაფიკს უნებრივია და ის მომენტი რომ სამსახურში ხარ და მთელი ჭკუა გონება გაქვს ბავშვისკენ ეს ერთი თან არის თაფუთმოკლეჯილი გარბი ხარ რომ გამოიყვანო და თან ამ დროს ისეთ მასწავლებლებიც ისე უსიამოვნო მომენტად მაქვს ჩარჩენილი აი ესეთი სურათი ყოველთვის ერთ-იგივე რამ ხდებოდა ეს გამეხებული მზერიანი ანძიძა ან მასწავლებელი ჩანთა გადაკიდული და გვერდით ჩემი შვილი საწოდავის სახით აი ესე მელოდებოდნენ იცით რა არც კი მაგვიანდებოდა მაგრამ სხვებს მიყავდათ ბავშვები ადრე ისინი არ მუშაობდნენ და მე ამის უფლება არ მქონდა და აი ასე ჩვენ დროზე მივდიოდით მაგრამ დათოს გამო ვერ მიდიოდნენ ადრე სახლში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ესე ძალიან ხელს მიწყობდნენ მედიანიუსში რაც შეეძლოთ მაგრამ სამსახურია ერთი დიდი ოჯახივით არაჩვეულებრივი კოლექტივი და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა მინდა ხაზგასმით აღნიშნო და სხვა გზა არ მქონდა ბავშვი დამყავდა თან მედიანიუსში ანუ ხან ოფისში იყო ხან ღონისძიებებს აშუქებდა ჩემთან ერთად მუშაობდი ხან კამერებს ყარაულობდა ხან მიკროფონებს ყარაულობდა შეარქვეს მედიის შვილობილი ჟურნალისტებმა თავიდან სხვათა შორის მოწყონდა ეს ამბები, იმიტომ რომ მისთვის რაღაცა უცხო იყო, საინტერესო, ახალი, გაიცნო ადამიანები, რომლებსაც მანამდე ტელევიზიით ხედავდა და რასაკვირველია, თან სხვადასხვა განსხვავებულ ადგილებში დადიოდა, ხან მთავრობის ხდომაზე იყო, ხან აქციაზე, ხან გამოფენაზე, ფაბრიკა, ქარხნები მოიარა ყველაფერი. აბა და მაგრამ მე მიხვდა რომ ეს ყველაფერი მოვალეობაში გადაეზარდა და დაიყალა უკვე იყო რასაკვირველია დიდები ვიღლებით ბუნებრივია თან იცით ახლა წარმოიდგინეთ გარეუბნიდან ცენტრამდე ჯერ ამხელა გზა არის და ტრანსპორტებაში ტრანსპორტი მაშინ მეტნაკლებად უკვე იყო მაგრამ ბავშვისთვის ახლა რომელმაც უნდა იმეცადინოს სახლში მყუდროს რაღაცა კი რასაც სკოლას ჩამორჩა რაც იმ პერიოდში სწავლებსაც ჩამორჩა მაგრამ სხვა გზა რაღაცნაირად არ იყო მაგრამ მე მახსოვს ენძელა მაჭავარიანი ჩემი ძალიან დიდი მეგობარი და არაჩვეულებრივი პიროვნება სულ მეუბნეოდა ეკა ცოტაც მოიწმინე და თუნდაც წამოიზრდება და შენც გეშველება და ყველაფერი უკეთესად იქნება მეც კი მჯეროდა ამის რასაკვირველია და რაც მქონდა იმის მადლიერი ვიყავი მაგრამ ეს ურთულესი პერიოდი იყო ურთულესი იცით ყოფილა ასეთი შემთხვევა უცბელად გეტყვით ფუშეტიდან წამოღებული საკვებით გამომიკვებია ბავშვი იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ იყო დრო აღარჩება არა დროის განვითარებაში შემოსავალიც არ იყო იმხელა იმიტომ რომ ახლა საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი მაინც ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებადი ჟურნალისტია საქართველოში მე ასე ვფიქრობ და ამ დროს შრომა აურაცხელი და ესე ვერ ვიტყვით რომ მე მგონი ყველაზე მძიმე სამსახურია საინფორმაციო ნამდვილად ძალიან ოპერატიული და საპასუხისმგებლო სიზუსტე ამ დროს ვინ გაპატიებს იმის გამო რომ სწრაფად მოამზადე კი ბატონო და აი ამ დროს და თან იცით აი მაშინ სახელმწიფო რაღაცა საერთოდ არ აქცევდა იმას ყურადღებას რომ მარტო ხელა დედას რომელსაც დამტოვებელი არავინ არ ყავს და იძულებულია იმუშაოს სხვანაირად ბავშვი მიხედავს არანაირი ყურადღება არ ექცეოდა საერთოდ და ხელფასიც არ იყო იმხელა როდესაც ოჯახში რამდენიმე ადამიანი იმუშავებს იმ შემთხვევაში ალბათ ნორმალური იქნებოდა, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი შემოსავალიყო და მეტი არანაირი საშუალება, იცით, არ იყო საკმარისი მიზერულ ელემენტარულზე კომუნალურები იქ რაღაც ელემენტარულზეც კი არა და ან თან დამყავდა ბავშვი, ან კიდე მოკლედ არის ესეთი სირთულეები გამოვიარეთ, მაგრამ მე შეიცვალა უკეთესობისკენ სიტუაცია ბიზნესთა კანონმდებლობა ჟურნალი იყო ასეთი ბატონი ზაუნაჭყებია ცნობილი პუბლიცისტის არაჩვეულებრივი პიროვნების ჟურნალი და იქ სხვათა შორის მე მივედი როგორც შტატგარეშე კორესპონდენტი ასე იყო გამოცხადებული ვაკანსია მაგრამ ბატონმა ზაურმა და მთავარმა რედაქტორმა ბატონმა იური პაპაჩუამ გადაცემა აქვს ჩვენთან სხვა შორის ჯერ სახელწოდება მომწონს ძალიან პოლიტიკური თერმომეტრი
და მათ გადაწყვიტეს გასაუბრებაზე, რომ შტატგარეშე კორესპონდენტი კი არა, რედაქტორი გავხსარიყავი, ოღონდ და შტატგარეშე კორესპონდენტის გრაფიკით, რომ ავუხსნენი ჩემი მდგომარეობა, იმდენად უნდათ რომ მათთან მემუშავა, რომ ამ ხრივაც მათ ხელი შემეწყეს და ეს არის საქართველოში, შენოვან საქმე აკეთე და ამის გაგება შეუძლია. კი ბატონო, ოჯახია იქ შვილი. კი ბატონო, მათი ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყო. იცით ეს არ იყო მხოლოდ ჟურნალის, სხვათა შორის ჩვენ ისეთ საინტერესო კონფერენციებს მართავდით, საერთაშორისო კონფერენციებს იყო ტურიზმის თემაზე, სხვადასხვა და დიდი გამოხმეურებებიც ჰქონდა, უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. დასაკვირველია, ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, ძალიან საინტერესო პერიოდი და თან მეც უფრო მშვიდად ვიყავი, იმიტომ რომ მე თვითონ მართავდი ჩემს გეგმავდი ჩემი რასაკვირველია და ამიტომ ძალიან ისეთი ბედნიერი პერიოდი იყო, თუმცა აი მაინც ისე მახსენდება წინა პერიოდი რაღაცნაირად თუ სულად არ დაიხარჯა არა მარტო ჩვენ პროფესიაში ხო რაღაცა ისე ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება ემსახურები გასაკვირველია ისე არ გამოგივა საქმე წარმატებულად მაგრამ აი მთავარი მაინც მე მგონი ის არის რომ უკან მოიხედავ არ შეგწყვეს არ შეგეშინდეს და არ შეგწყვეს უფრო აი ეს თუ მოახერხე მე მგონი უკვე შეგიძლია თქვა რომ შენი საქმიანობა წარმატებული იყო და არა და ეს რესპონდენტები ისე ზედმეტად იხსნებოდნენ ხოლმე რატომ ფას ჩემთან არ ვიცი საუბრისას ავიწყდებოდა მგონი რომ ჟურნალისტი ვიყო გონდობას აღუძრა რაღაც ხდებოდა იცით ჟურნალისტ განწყობა უნდა შეუქმნა ახსარების მოთხოვნილება უნდა გაუჩინო გასწავლებით ასე გამოდიოდა და მე ჯერა რაღაც ფსიქოლოგიც უნდა იყო გარკვეული დოზით ჟურნალისტი ადამიანთმცოდნეებს ეძახიან სხვაგვარად ფსიქოლოგია მაშინდელი ნასწავლი მან გამომადგა როგორ შანსი მეკითხავდი ფსიქოლოგიას მეც მეკითხებოდა იმიტომ რომ აუცილებელია როცა შენ ადამიანებთან ასეთი ურთიერთობა გაქვს როცა მან უნდა სხვასთან რომ არ გაიხსნება სხვას რომ არ გაენდობა ისეთი შენ აბარა საინტერესოა თუ სტანდარტული პასუხები და სტანდარტული საუბარი არავის ჭირდება ხო სწორია ან თავარია ბოროტად არ გამოიყენო რაღაც ისეთი დაცდენილი როგორც სკანდალზე მონადირე ჟურნალისტებს ჩვენია და ხო ასეთი პასიანი პოპულარობა არასოდეს არ დომებია კი ბატონო და ისე კულისებში ხანდახან უფრო ხშირად საინტერესო ამბები ხდება ხოლმე მეტად ვიდრე დიდ სცენაზე ასე რომ მარტო პოპულარობა არაა მთავარი ეს მე კრებულებში ისეთანაც გვარსახელის მიუთითებლად ყოველთვის შეიძლება ინფორმაციას ძვირფას საინტერესოს რომელიც გაქვს ფორმა მოუძებნო დელიკატური ესეთი ადამიანური ჰუმანური რომ არავნო ჩვენს პროფესიაში არავნო მთავარი სიმართლე სიკეთით როგორც ჩვენი სლოგანია არავნო მოდის და ჩვენ იგივე ილია ხო დაახლოებით იგივე სამბობდა რომ განაავს ავი არ დაერქმის და კარგს კარგი ადამიანის პირადობის შეურაცხყოფის გარეშეო. ის ხო იგივე სიმართლეა სიკეთით რა აი არისტოტელედან მოდის იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არ ერქვა და პუბლიცისტიკა თორე სიტყვით დარწმუნების ხელოვნება ხო იქედან მოდის რა პირველი ჭერმეტყველებიდან და ეს კლასიკური ფორმულა რომელიც დღეს სამწუხაროდ დიდწილად დავიწყებულია და აქედან უკვე უპატიცემულობა ჩვენი პროფესიისადმი ისე მიგვდება გული ზოგი მილევაც ეძახი ჟურნალისტიკას და ზოგი მკვდარიაჟო სადღა არ არის არც მასია საქმე ბევრი ღირსეულიც არის მაგრამ წალეკა სიყვითლემ წალეკა და ის ზედაპირზე რომ ჭუჭყი ტირტირეს მე სულ მახსოვს ბოლო პერიოდში შტორმს ვადარებ ხოლმე შტორმი რომ არის ზღვაზე ხო გვინა ხალხოსპირა ქვეყნის შვილები ვართ და აი დიდი წვიმების მერე შტორმის მერე მთელი ეს ჭუჭყი რო ზედაპირზე და წიაღი ისეთი სუფთაა და ნელ-ნელა ზღვას აქვს თვით დაწმენდის უნარი თქო და საიდანაც მოვიდა ეს შედარება და საზოგადოებასაც ეს უნარი თუ არ გამოიმუშავა და გამოიყენა წაბლეკავს ის ჭუჭყი და მე სულ იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად დადგება ტაროსი ქართულ ჟურნალისტიკაში და მინდა რომ ეს გადაცემაც რამდენადაც შეუძლია ამას ემსახურება ამისთვის შეიქმნა სხვა არჩეულებრივად გამოვიდით რავი დიდი მადლობა უღმესი მადლობა სულ ეჭვებში ვარ მაგრამ ვცდილობ რაც შემიძლია რომ მიყვარს ძალიან ის რაც არის რეალურად ჩვენი პროფესია ხო თქვენგან გადმოგვეწევთ თქვენ სტუდენტებს და თემზე მოუყვება რასაკვირველია უღმესი მადლობა იმიტომ რომ
თუ ეს მეოთხე ხელისუფლების სიმაღლეზე არ დგას ჟურნალისტი თავისი მორალით, თავისი კაცთმოყვარეობით, თავისი განათლებითაც ბოლოს და ბოლოს წიგნიერებით აზრი არ აქვს ამ პროფესიის არსებობას, არანაირი. აი მათ ხო არა ჟურნალისტი ნონსენსია, ვის ჭირდება ეს ხო არავის ჭირდება. და კაცთმოყვარეობა უპირველესია. რა თქმა უნდა უპირველესი და აი შენი რედაქტირებული წიგნები უზარმაზარი საქმე, რომელსაც ემსახურები წლებია, ვიცი შენთვის არანაკლებ ძვირფასია, ვიდრე საკუთარი ნააზრევის ნაფიქრის ფურცელზე გადატანა, რაც გარკვეულწილად კიდეც გაზარალებს ჩემო ეკამერო შენი ნიჭიერება მახსოვს და შენი ნაწერები ცოტა გულიც მწყდება ხოლმე. აი საკუთარი კრებულების მომზადება გამოცემის ნაცვლად ყველა მაპატიოს, მაგრამ აი სხვისი შვილების ჭალებში დედობა გიწევს, თუმცა ის სხვისი შვილები თუ დედობას იკისრებ, დასაკვირველია. ნაკლებად არ უნდა გიყვარა და არც გიყვარს მე როგორც ცოტა ზედმეტადაც. ნამდვილად. რა განცდა ეს რა გრძნობა, რა პასუხისგებლობა? საერთოდ ეს რედაქტირება თარგმანი ჩემ ცხოვრებაში იმიტომ იგივე ეხება თარგმანებსაც არაჩვეულებრივ თარგმანებს შენსას ხო აი მაინც ხისი შემოქმედე ესეც შემოქმედებაა რა თქმა უნდა ხო შემოქმედებითი მე პირადად რომ მახსენდება რეზო თაბუკაშვილის თარგმანები შექსპირი ხა მაგ ბედნიერება რომ ორიგინალში წავიკითხო მაგრამ რა ვქნა არა მგონია რომ არანაკლები ზოგან უფრო მომწონს ის ქართული ფრაზა ხშირ შემთხვევაში ასე რომ თარგმანი ურთულესი რამ არის ეს ბევრს უთქვამს მე არა ვარ ორიგინალური ურთულესი რამ არის და ეს ურთულესი შემოქმედება ესეც მაგრამ აი საკუთარი სათქმელი გვერდზე გრჩება და რა ხდება შენ სულში ამ დროს ცოტა ისეთი კითხვა ასულში გიძვები მესმის კი ბატონო იცით რაში ეს საქმე ეს მე მახსოვს რა კარგად წერდი და ვიცი რომ ეხლაც ვერ გაჩერდები სადღაც იწერება მე ვიცი ვიცით იმხელა პასუხისმგებლობაა ზუსტად თავიანთ შვილს რომ თავის შვილს რომ განდობს ავტორი ესე იგი გენდობა რომ შენ მისე საბოლოო სახე იმას რასაც გაეცნობა მკითხველი და ეს იმხელა პასუხისმგებლობა რომ ეტყობა ეს სიყვარულიც აქედან ჩნდება და შრომატევადი კი არის საკმაოდ შრომატევადი ისე სულ დროის მომენტიც არის მაგითით აი მithumetes თარგმანთან დაკავშირებით როდესაც რაღაცას თარგმნი წესით უნდა კონდეს იმდენი დრო რომ შენ გაეცნო ამ ავტორის სხვა თარგმანებს რაღაცა სტილი სხვანაირად დაიჭირო ეს ყველაფერი აუცილებელია დროის მომენტი დეფიციტი ამ საქმეში არის და კი ბატონო და შრომატევადია ძალიან და მე ხარ რა მოვიფიქრე ჩემით ვიხალისებ ხოლმე ამ მუშაობის პროცესს აი მაგალითად ჩემი რომანის გმირები რომელიღაც ქალაქში ცხოვრობენ ხო აუცილებლად ვნახულობ ამ ქალაქის ფოტოებს ვიდეო მასალას მე მუსიკას ვთავი ქვეყნის მუსიკას ხელი მივუწვდება თავისუფლად და ეს პრობლემა საერთოდ არ არის მე ვთავ აუცილებლად იმ ქვეყნის დამახასიათებელ მუსიკას ხანდახან მენიუსაც კი ვუხამებ ხოლმე მაგალითად საფრანგეთში რაღაც კაფეში არის და მე კრუასანს მივირთ მე ამ დროს თუ არის ამის შანსი არომატსაც კი ხანდახან აი ამას წინათ იყო გაბრიელე დიხლერის რომანი დავამუშავე ლავანდის სიზმრები და უკვე ალბათ მივხვდით რომ იმ პერიოდში ჩემი ოთახი ლავანდის ეთერზეში იყო კი ბატონო და ეს არის მეც მიხალისებს აი ამ რთულ პროცესს და თან მე მგონი რომ მაინც მოქმედებს საბოლოო ჯამში განწყობას გიქმნის და ის განწყობა გადადის კი ბატონო მე მგონი სასწაული მეთოდია სურნელოვანი და არომატული და გემრიელიც ამასთანავე ასე ძალიან მიყვარს ადამიანი ყოველთვის მოზა ერთ-ერთი მოცნებ არასოდეს არ გამიქართულებია ფილმი და რაღაცნაირად მგონია რომ კარგად უნდა გამომივიდეს მაგრამ ჯერჯერობით არ პროსაშნელი თარგმანებია რაღაც ძალიან მომინდა კითხული ძალიან დიდი პროტესტის განცდა მაქვს რომ რატო კაცო ამდენმა იცის და შეუძლია ხა მადლობა ღმერთს საქართველოში ენების ცოდნას ცოდნი ადამიანების დეფიციტი არ არის და მოდი რა ვისაც შეუძლია იმას თარგმნოს იმიტომ რომ იკარგება ძალიან მარილი იკარგება ხშირად და კარგი იქნება ასე რომ აი ვისაც ეხება ეს ამბავი ამოდენა გამოცდილების ქალბატონი გამომიყენოთ და
მოიგებს მაყურებელიც, მსმენელიც, თვითონ ის კულტურა, რომ რასაც კინო ქვია და ქართული კინო. სიამოვნებით მოვსინჯავდი, იმედია გამომივატე. ისე ჩემი ნათარგმნი და ჩემი რედაქტირებული წიგნები მართლა არანაკლებ მიყვარს, ალბათ როგორც ჩემი წიგნი მეყვარებოდა. ახლა უკვე დავრწმუნდი ამაში, შენ ისეთი ლაბორატორია გამოამზეურე ამისი, რომ რაღაცა საოცარი გამოცდილებაა სხვა მთარგმნელთათვისაც და ზოგადად როგორც მსახიობი ცხოვრობს ხოლმე იმ როლით, იცით, მეც იმ პერიოდში ზუსტად აი ამ ნაწარმოებით ცხოვრობ ხოლმე და რომ თავდება ეს ისეთი ემოციურია, აი ახლახან დავამთავრე ერთ ძალიან სერიოზულ მსხვილ პროექტზე მუშაობა, ეს იყო ჯორჯ ვაშინგტონის ბიოგრაფია და მისი ცხოვრება, რონ ჩერნოუს ცნობილი ბიოგრაფის და წელიწად ნახევარი გაგრძელდა, მე მგონი საკმაოდ გადართული ვიყავი მთლიანად იქით რაღაცნაირად და ბოლოს რომ ხომ ვიცოდი ხა ბიოგრაფია და უნდა გარდაიცვალოს ეს ადამიანი ისე განვიცადე ტყვეით და გულდამძიმებული დავდიოდი და რაღაცა ეს ოჯახის წევრი იყო ამ პერიოდში ამერიკელი სტუმარიც ყავდა ზუსტად ფელიესიტოდა ისე დაემთხვა მართლა და თან ისე გამიხარდა ესეთი განათლებული და ნაკითხი ბიჭი იყო და კარგად ჭორაობდით და ოჯახის წევრებით მოვიხსენიებდით მედისონს, ჰამილტონს, ბუნებრივია თავად ვაშინგტონს, მართას თვითონ რა ბედნიერი იყო ალბათ რომ საქართველოში დაახდა ესეთი ოჯახი. კი, ესე რომ ორივე მხარემ ძალიან ვისიამოვნეთ. ძალიან კარგი, ასე რომ ნიჭიერი ადამიანი ყველგან პოულობს თავის რაღაცა ბრიტას. ასე სხვანაირად არ გამოვა ღირებული და მადლიანი არაფერი. მადლობა ეკა მომეწონა ეს შენი პასუხი. დიდი მადლობა. ასე რომ და ეხლა აი გადავალ სულ სხვა სფეროში, კარგა ხანია, წლებია მოყვარული მეღვინე ბრძანდები, როგორც ვიცი, და როცა გისმენ, ან შენ სტატუსებს ვკითხულობ, ამის თაობაზე ვფიქრობ, რომ ვერ პროფესიონალსაც აჯობებ ინფორმირებულობითა და პრაქტიკული გამოცდილებით. ასეთი სპილ არომატი მოდის ხოლმე შენი ტექსტებიდან პირდაპირ. და თუ შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც გავაცნოთ ფილოსოფიური მეღვინეობა მე-13 სართულის რაკურსით. მე ასე ვხედავ აი ამ შენს საქმიანობას, ამ შენს სფეროს საქმიანობისა, მე ამას უბრალოდ იასახლისობას ვეღარ ვარ, იმიტომ რომ ხელოვნების დონეზე გაქვს აყვანილი, მე როგორც ვხედავ და მესმის და ვკითხულობ და ვიხიბლები ხოლმე აი ამ სიტუაციით, რომელსაც შენ აღწერ მერე აი დიდი სიამოვნებით. ეს მართლა ის რა არის, იმდენად გულით მინდოდა ეს გამეკეთები და სოფელი არ მაქვს მე სამწუხაროდ, იქ ალბათ საოცრებად დავატრიალებდი, ღამით მესიზმრება ხოლმე, რომ იქ ფუსფუსებ ჩემი ბაღჭა, ბაღი და რაღაც სასწაული იმედია, ოდესმე ამიხდება, არ ვიცი, მაგრამ იცით რა, იმის გამო რომ კორპუსში ვცხოვრობდი, არ მინდოდა რომ მომეკლო ეს ყველაფერი და მით უფრო შვილისთვის. დასაკვირველია, დათო ზუსტად 10 წლის რომ გახდა, მაშინ ჩავატარეთ პირველი ექსპერიმენტი და სულ ვფიქრობ, ხა რომ ვინც კორპუსში ცხოვრობს, ამის გამო არ უნდა მოიკლოს ეს სიამოვნება, იმიტომ რომ იმხელა შთაბეჭდილებებია, იმხელა ემოციებია და რაღაცა ოჯახურ ტრადიციას ეყრება საფუძველი და მე ყოველ წელს როგორც ახალ წელს ელოდები, ისე მოუთმენლადელი ამასაც. თან დასაკვირველია და თან მარტო პროცესი კი არ არის, საინტერესო შედეგიც არაჩვეულებრივია, ხო საკუთარი ღვინო გაქვს. თვითონ პროცესიც სასწაულია. კი, მე გამავწურავ და სულ სარდაფში ქონდა მოწყობილი ყველაფერი აბსოლუტურად და ისეთი საოცარი რიტუალ შემოდგომა იყო სურნელი ფქვეოდა. კი ბატონო და ესე ამით დაიწყო ყველაფერი, ჩვენი დღეს დავით შევთავაზე მოთქვა ხომ არ გინდა ღვინო დავწუროთ მეთქი, აღფრთოვან და დავალაგეთ სახლი, საკმეველი დავწვით მოკლედ აურა გავწმინდეთ სახლში, მოვიტანეთ ისე კარგად 12 კილოს აფერავი 10 ლარში ეგ მოგვივიდა. მაშინ ეს უკვე ის პრობლემური პერიოდი იყო და ამით დავიწყეთ. და ჩავდეთ მრავალჟამიერი ინტერნეტით და სანთლები ავანთეთ, როგორც მინდა მაყურებელს ვურჩიე რომ არომატული სანთლები არ გამოიყენოს, იმიტომ რომ მას თვითონ აქვს არომატი. კი ბატონო და ესეთი არაჩვეულებრივი ატმოსფერო შევქმნით და ასე დავკომპლეთ როგორც ეძახიან ეს მარცვალ და
გამოვივიდა ძალიან ერთი ნაკლი ქონდა რომ ცოტა იყო, თორემ ისე იყო არაჩვეულებრივი, პირველი ღვინო იყო საფერავი და აი ასე შევყევით, შევედით აზარჩი და ყოველ წელს მე უკვე განელა გავზარდეთ ეს რაოდენობა და ეს ხა ცისტერნებით დატურვა შეიძლება არ გამოვიდეს ახლა კორპუსი და ეს არც არის მიზანი. თავარი არის აი ამ ეს პროცესი გაიცნოს. ახალგაზრდა თვითონ ისე ამოვნო. და თავარი ყოფილა რომ ამ დროს უნდა იყო აუცილებლად კარგ ხასიათზე, უზღუნა ხალხი არ გაიკარვა. უბრალოდ სადაც რო აკეთებ, იქაც არ შეიძლება. და მით უმეტეს საკრალური სითხეა და ეს ჩვენი ენერგია ისე გადადის. კი ბატონო და თუ გვინდა რომ საკუმულირება მოხდეს და მე გაამრავოს ჩვენი დადებითი საკმებლის დაწვა, კარგი. ესე არ ვიცი რატომაც მე მოვიფიქრე და ხო არა ძალიან ლოგიკურია და საოცრად ამაღლებული თლათ რიტუალს დავამსგავსე მოკლედ ეს ყველაფერი და ასევე ბავშვები ვისაც ყავს ძალიან კარგია რომ ამ დროს ეტიკეტები შეუძლიათ მაგალითად მოხატონ მომავალი ღვინის ბოთლებისთვის ესეც რაღაც ისეთი და ძალიან ბევრი კარგი მოგონება დაუბრუნდებათ მე ასე ვფიქრობ. ტრადიცია რომელსაც ეზიარებიან და უყვარდებათ. რაღაც უნდა იცოდე რომ გიყვარდეს ხო? რასაკვირველია კი, პრაქტიკული მომენტები არის, მაგრამ ის იმდენად ცოტა თუ ვინმე დაინტერესდება შეუძლია დამიკავშირდეს და ჩემ გამოცდილებას ძალიან დიდი სიამოვნებით გავუზიარებ. ღვინის ქვეყანაში ვარ ხო? კი ბატონო, რატომაც არა, იმიტომ რომ კორპუსში ვცხოვრობ, რატომაც არა. უნდა ხდებოდეს და ბავშვები ამით. ეხლა ღვინომდე არ მივსულვარ, მაგრამ მე დამიწურავ სადესა. საინისოთ რომ ბადაგი და აი ჭუჭელად კი ცოტა გახლიათ. ბავშვებს რო ენახა ღვინო არ მიფიქრია რა ვიცი ამ მასშტაბზე. ერთად გავახერხოთ ეკამპავი. სიამოვნებით მოგებარებით, იმიტომ რომ მამა აკეთებდა და ძალიან კარგი იყო და მე ხომ ფლადის ვერ გავრისკე რომ ღვინოზე გვეფიქრა, მაგრამ აი ეს და საოცარი ის იყო სილამაზე და რაღაცა ზეიმის ელფერი ქონდა და ბავშვები ძალიან ერთობოდნენ. კი ბატონო. და იმახსოვდებენ ამას ზიარებია. თან ამ დროს შეგვიძლია ვუამბობთ მათი წინაპრები როგორ ღვინოს ტურავდნენ რა ხდებოდა ამ დროს და ზიარებენ ამ დიდ კულტურას რომელიც ჩვენ გვაქვს და არ უნდა დავკარგოთ ცხადია ასე რომ კი ბატონო. ადრე 10 კილოთიც კი შეუძლიათ მოსუნჯათ ხურველებმა. კი ბატონო, მთავარი არსი და არა რაოდენობა. რა თქმა უნდა და თუ წინა წელს დაწურული ღვინის ერთი ჭიქით დაიწყებენ ამ საქმეს, ეგეც არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ რაღაც სიმბოლურად განწყობა შეიქმნიან და აი ამ ახალი ღვინის დაბადება სიმბოლურად აი ასეთნაირად შეხვდებიან. 1000 რამის მოფიქრება შეიძლება სურვილი იყოს და თავარია. და სურვილი იყოს და აი პატივისცემა ამ საოცარი ჩვენი კულტურის ნაწილისა, რომლითაც რა ვიცი ნებისმიერი ერი ამოყებდა უყეჩი და რა ქნე არ შემიძლია არ კითხო ჩვენი ერთ დღეს შევდივარ შენს გვერდზე და ულამაზე შადრევანში გამოწყობილი ეკა და აი ჩემს დაბადების დღეს შევხვდი შადრევანში აი ძალიან ლამაზი ის იყო ფოტო თვითონ ჩანაფიქრი ძალიან ორიგინალური არ მსმენია და არ მინახავს რა იყო ეს რა ეს იყო უცბად რაღაცა სპონტანურად მოსული აზრები იყო იმიტომ რომ ბავშვობიდან ისე მომწონდა ეს შადრევანში რომ წუწაობდნენ რაღაცას იცერქესთან ხალისთან რაღაცასთან ასოცირდებოდა ისეთან და ჩემი სახლის წინ არის არაჩვეულებრივი პარკი და იქ არის ეს საწუწაო შადრევანი სულ ზემოდან დაუყურებდი და ძალიან მომეწონა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ როგორ მოდის ასეთი იდეა? ხო, აი ასე იცი რა, 50 წლის გავხდი ზუსტად იმ დღეს გავხდი. შეგნებულად არ ვთქვი. ეს არ იყო თქვა 18 წლის გოგონა. აი ეს იყო 3 წლის წინა 50 წლის რომ გავხდი და სულ შორიდან უყურებდი ცოტა ისეთი შურით ამ ბავშვებს რომ წუწავდნენ რა მეც მინდოდა და მე ვიფიქრე როდის თუ არა ახლა როდის საჩუქარი გავუკეთო ჩემთან ზუსტად ასე და საყრის ბუშტებიც გავუშვი რატომაც არა თუ აღნიშნა აი ესე უნდა კი ასე ვიფიქრე რაღაცნაირად თავი გავიხარისე და ჩემთან საჩუქარი ქალბატონი ყავს დღეს სტუმრად ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბოლო კითხვა ამიტომ რომ სამწუხარო დროში ვარ შეზღუდული რატო
რამაც მგონია რომ წლებია გიცნობ და თითქოს ყველაფერი, მაგრამ ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობაც, უნარიც და საერთოდ ბოლომდე შეცნობილი ადამიანის საინტერესოც აღარ არის ასე რომ წარმოუდგენელია ხო საინტერესო ადამიანი შეიცდა ბოლომდე. შენი მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მგონია რომ ამით არ ამოიწურება, რა გამობრჩა ისეთი არსებითი. რა გითხათ იცი რას გითხავდი ახლა ეკა შერო ჩემს ადგილზე იჭდე. იმდენად დიდი დრო მიაქვს ამ წიგნებზე მუშაობას, რომ გითხათ ბევრი თავისუფალი დრო კი არ რჩება, მაგრამ ესე საერთოდ ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. ფოტოსაქმე. ნუ ახლა ჟურნალისტიკის კი, უკავშირდება და ოცნებად მაქვს გადაქცეული კარგი პროფესიონალური ფოტოაპარატით. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ქსოვა და ქარგვა. ასე ბებიამ მასწავლა პატარა რომ ვიყავი რაღაცა ძალიან ეროვნული ტრადიცია. კი ბატონო და მცენარების მოვლა ძალიან მიყვარს გარდა ამისა და მე აღმოვაჩინე კიდევ რომ მე მქონდა ერთი ასეთი სამუშაო პარფიუმერულ კოსმეტიკურ კომპანია კოსმოპლუსში ვმუშაობდი და ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სამუშაო ეს გამოდგა ამ ჟურნალისტიკა თითქოს არ უკავშირდებოდა და როგორც ჩანს აი კადრებთან მუშაობა ეგეც მართალია პრინციპში არ არსებობს სფერო რომ და აი კადრებთან მუშაობა ძალიან მომეწონა და აუდიტორიასთან მუშაობაც, იმიტომ იქ ყოფნისას, ანუ მე ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კადრების სამსახურის ხელმძღვანელი და პლუს ლექციებს უკითხავდი ერთ-ერთი აფთიაქის საფთიაქო ქსელის ფარმაცევტებს და იმდენად აზარტული აღმოჩნდა ეს მეც არ მეგონა სხვათა შორის ბავშვობაში ისეთი მორცხვი ვიყავი მე თუ ოდესმე ლექციებს წავიკითხავდი და თან ეს მომეწონებოდა ამას საერთოდ ვინ იფიქრებდა მაგრამ ცხოვრებაში რა არ ხდება თურმე არასოდეს არ უნდა თქვა ნამდვილად ეკრანზე არ ვიქნებოდეს არასრულებრივად გამოვდით რა საბა პროიცოდე პირველ გადაცემაში დუგ მე რადიოში გამემართა მიხვდეთ იმისა რომ 45 წელი შევდივარ აუდიტორიაში და მაშინ ეტყობა ის ასაკი რაღაც გაბედულებას კი როგორ არ განვიცდიდი და რა ზელაპარაკი კი არა ფსიქოთერაპია ჩავიტარა ჩვენმა ბატონმა მოდერმა რომ რაც ხერპერი ჩამოგტერისო მოვიდა საპროფესოროში პირველი ლექცია ხო იცის როგორ ხდება თვითონ რაც ხერპერი ჩამოგტერით ქალბატონო დიადა ხა ქალბატონი მივიყავი მისდევ აბა თავიასწე და თამამბაჩიაბიჯი აუდიტორიაში მე შენ დღეს მარადიულ ახალგაზრდობას გჩუქნიო და ფემის ბედნიერი ვიყავი მირირეს საჩუქარი მარადიული ახალგაზრდობა დღემდე გრძელდება და მიყვარს ძალიან აუდიტორია სტუდენტი 200 კაციანიც ყოფილა მეტი არა ალბათ მაგრამ ეს სხვა რამ არის კი ბატონო ეს სხვა გამოწვევა კი ბატონო აბა ეთყობა ცოტა თანხედიც უნდა იყო ჟურნალისტი გარკვეული აზრით და მიყო თანხედობა რომ ეს და ჩემო ეკა ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი აი ადამიანებთან ურთიერთობა, კონტაქტი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, რასაც ჩვენი პროფესია გვაძლევს და აი მორცხვეკას მაგან გააბედინა ალბათ და მე უკვე კონტაქტი აუდიტორიასთან შენ არ გიჭირს და ეს ხიბლი რჩება შენთან. ყველაფერი მე მგონი მაინც იცით მოდის აი ადამიანები უნდა გიყვარდეს. ეს არის ალბათ და უნდა იყოს მათთან უწყფელი. უწყფელობა ყველაფრის გასაღებია და ყველა ჟურნალისტი ხარ. რა საკვირველია და აი როდესაც გულწრფელი ხარ ამას აუდიტორიაც გრძნობს და რაღაცა სხვანაირად განეწყობა და თან შენც გიადვილდება ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა და სირთულე აღარაფერი აღარ არის აი გულწრფელი როცა ხარ ყველაფერი სხვანაირად ლამაზია სიმართლე დიდი ძალა თავისუფალი ხარ არ გბორკავს ისინი ტყუილები და ხარ ლაღად ასე რომ თავისუფლება ამასაც მოიცავს რომ შენ ხარ ბატონი და რაღაცნაირად პირნათელი მედია აუდიტორიასთან ჩვენ შემთხვევაში და უკან მოხვედრის არჩევანია ჩემო ეკა ძალიან მეამაყები დიდი ხანია მარტო სტუდენტობიდან მოყოლებული მინდა რომ ძალიან დიდი წარმატებები გისურვო ვიცი რომ არ დაოკვდები და კიდე ახალ და ახალ უნარებს აღმოაჩენ საკუთარ თავში რომ ეს პოტენციურად არის შენში ჩადებული უდიდეს ქალურ დედურ ბედნიერებასაც გისურვებ მინდა დამშვიდებულ, დალაგებულ საქართველოში გეცხოვროს და არ ვიცი, აი ესეც მინდოდა მეკითხა, მაგრამ დრო აღარ გვაძლევს საშუალებას. ჩემი ოცნება გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოს სამეფოში ვიცხარ. როცა იქნება
აი შევნატრი ბრიტანელებს რომ მათ სამეფო ჩვენ უფრო ძველი ისტორია გვაქვს ხომ ამ ინსტიტუტისა და თუნდაც სიმბოლური რა ვიცი რატომაც არა ჩვენ ტრადიციების ქვეყანა ვარ და ძალიან მოგვიხდება ძალიან დაგვამშვენებს მე ასე მგონია და იყო როსტომ ჩხეიძის მამა იცი შენ ტალენტი მწერალი იყო და მისი ერთ-ერთი ბოლო პუბლიცისტური აი მინდა როსტომთან ამაზე საუბარი მაგრამ დავაცადე ახლა ეს უმძიმესი პერიპეტიები და მე ვიცის რომ ვინ დიდი მოლოდინი მაქვს მოწვევისა და თავი თემა ეს იქნება აი ეს პუბლიცისტური წერილი სადაც ის ასაბუთებს რომ საქართველოს დაამშვენებს დაამშვიდებს და საერთაშორისო ავტორიტეტს და ხიბლსაც შეძენს სამეფო ინსტიტუტი რომ სადაც აი როგორც ილია მეორე ბრძანებს მეფე მეფობს მაგრამ არ მართავს პარლამენტი დიახ აი ეს ჩემი ოცნებაა და ვიცი რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და რა ვიცი გვეცხოვროს გაერთიანებულ გამთლიანებულ საქართველოს სამეფოში სადაც ჩვენს პასპორტებს მეფისა და დედოფლის ხელმოწერა დაამშვენებს ძალიან ლამაზი იქნება და მოგვიწევა მოგება ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო